Postscriptum მიკვლავ რუსთავიორის ეთერშია. Leipzigის წიგნის ბაზრობა რამოდენიმე საუკუნეს ითვლის. წელს იქ პირველად ქართული სტენდი გამოიფინა, სადაც ჩვენმა მწერლებმა თავიანთი ნაწარმოებები ევროპელ მკითხველს წარუდგინეს. ამასთან ერთად გაირკვა, რომ საქართველოს კულტურის მინისტრს ამბიციური მიზანი აქვს ასეთი აქციების მეშვეობით 2015 წელს საქართველო მეორე არანაკლებ პრესტიჟული ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა გახდეს. ნახოთ, მანამდე კი ეკა სარეა გიჩვენებთ ადგილს, სადაც წიგნთან უამრავი ადამიანი მიდის. წელიწადში ერთხელ 9 მილიონიანი ქალაქი გაცილებით ხალხმრავალი ხდება. მთელი მსოფლიოდან წიგნის ათასობით გურმანი ლაიფციგისკენ მოემართება. ასე გრძელდება მე-17 საუკუნიდან დღემდე, როცა ნიცშეს, გოეთესა და ვაგნერის ქალაქში წიგნის პირველი ბაზრობა გაიმართა. ადგილს კი უძველესი ტრადიციის აღსანიშნავად ბუხშტად ლაიფციგ, ანუ წიგნების ქალაქი ეწოდა. წიგნებთან ერთად ამ ქალაქში მე-14 საუკუნის უნივერსიტეტით და წმინდა თომას ეკლესიითაც ამაყობენ, რომლის გუნდ სიცოცხლის უკანასკნელი 27 წელი მიუძღვნა იოჰან სებასტიან ბახმა და საბოლოო განსასვენებელიც ამ ქალაქში ჰპოვა. ახლა ამ ტრადიციულ ქალაქში წიგნის ფესტივალის მთავარი მოვლენა, ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო გაიცემა. ლაიფციგის ევროპული წიგნის პრიზ ელიზაბეთ მეორის მიერ ბრიტანეთში რაინდა წოდებული ღირსების ჯვრის კავალერი იან კერშოუ და ამერიკელი ტიმოტი სნაიდერსი ინაწილებენ. წიგნებისათვის დასასრული და სისხლიანი მიწები. ორივე ავტორი მეორე მსოფლიო ომის ცნობილი მკვლევარია. მათი ნაწარმოებები კი ევროპას თავის შემაძრწუნებელ ისტორიას ახსენებენ. ვეცადე ჩვეულებრივმა ადამიანურმა ისტორიებმა ხელახლა დაგვაფიქროს ექსტრემალურ ნაციონალიზმზე, რასიზმსა და სისასტიკეზე. გასული საუკუნის 40-იან წლებიდან დღემდე მსოფლიოს საშინელ გაკვეთილებს იღებს. ომის თემა დღესაც აქტუალურია, ავტოკრატიები და ტოტალიტარული რეჟიმები ცივი ომის დამთავრების მიუხედავად არ გამქრალან. ეს წიგნი არის პირველი პრეცედენტი, როცა ომის დაწყებაში საბჭოებს და გერმანიას თანაბარ დამნაშავეებად ვაცხადებთ. მასობრივი მკვლელობები ჰიტლერისა და სტალინის ბრძანებებით ხდებოდა. რატომღაც არავის შეუფასებია ჯეროვნად, რომ ასობით ათასი პოლონელი სწორედ სტალინის ბრძანებით დახვრიტეს. მე სტალინის სამშობლოდან ვარ. სწორად გავიგე, რომ მას ჰიტლერის თანაბარ დამნაშავედ აცხადებ. დიახ, რა თქმა უნდა, ეს ომი დაიწყო როგორც ლომების შერკინება. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ ერის პასუხისმგებლობაზე დაფიქრება თანამედროვე გერმანელი მწერლების საყვარელი თემა. 65,000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ საგამოფენო დარბაზებში 2000-მდე მწერალი ყოველდღიურად საკუთარ კითხვას ხდება. პირველი დარბაზის ფოკუსში ყოველთვის ლურჯი სავარძელია. ყველაზე მოდური ბესტსელერების ავტორები სწორედ ამ სავარძელში ხდებიან. ცოცხალ კლასიკოსებთან ერთად სცენიდან საუბრის პატივი წელს ახალგაზრდა, მაგრამ მსოფლიოში უკვე ძალიან პოპულარულ მწერალს არნონ გრინბერგს ხვდა, რომელსაც საქართველოში მხოლოდ სტატისტებით იცნობენ. ახალი წიგნის პრეზენტაციას ის რუსთავიორის მაყურებელთან თავად მოახდენს. ეს არის წიგნი ტაბუირებულ თემებზე, ურთიერთობებზე, სიყვარულზე, ინსტინქტებზე, რამდენად შეგვიძლია დავთრგუნოთ და მოვერიოთ მათ. ქართულად თარგმნას ხომ არ აპირებ? გამიხარდება თუ თარგმნით? მე ერთხელ ნამყოფი ვარ საქართველოში და სიამოვნებით დავბრუნდები. ლურჯი სტუდიის გარშემო ყოველ 50 ნაბიჯში სხვა კლუბს შეხვდებით. განსხვავებული დიზაინით და ანტურაჟით და რა თქმა უნდა ავტოგრაფების მაგიდით. მწერალი ყველგან ცენტრალური ფიგურაა. მის გარშემო შემოკრებილი მკითხველთა დიდი თუ მცირე აუდიტორიით. მათი შემადგენლობაც ისეთი მეჭრელია, როგორც აქ გამოფენილი წიგნები. ჩვენთვის მთავარი მწერალია და ის კოსმიური აურა, რაც მკითხველთან დისკუსიისას იქმნება. ამ აურას მწერლებთან ერთად აქ კიბეებზე მოხეტიალე მორბენალე თუ მთულემარე წიგნის მკითხველები ქმნიან. ეს უფრო ინტელექტზე ორიენტირებული ბაზრობაა, განსხვავებით ფრანკფურტისგან, რომელიც ბიზნესზეა ორიენტირებული. ინტელექტუალურია თუ არა ბაზრობა, მაინც ბაზარს ნიშნავს და წიგნის შემთხვევაშიც ავტორები რეკლამას ნებისმიერი საშუალებით აკეთებენ. ეს მშვენიერი მონაზვნის ტრაგიკული ისტორია, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის აქაც მთავარი თემა უიღბლო სიყვარულია. მოისმენთ წიგნის მუსიკალურ რეკლამას და შეხვდებით ასეთ ბანერებსაც. ამ ტიპის ლიტერატურას საბავშვო წიგნების დახლებზეც იპოვებთ. თუმცა თაროების დიდი ნაწილი გაუგებარი კომიქსებისა და მანგას მოყვარულებს ეთმობათ.
თინეიჯერებში საკმაოდ პოპულარულია Kindle და Xbox-ი. ლიტერატურის შერჩევაში დაღლილები იქვე ერთობიან, ისვენებენ ან ახალ მულტფილმებს უცხერენ. ყველაზე მხიარული დარბაზი, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ ნამდვილად ზღაპრულ სამყაროში საკუთარ კუმირებს შეხვდნენ. უფრო პატარებისთვის ზღაპრის გმირები მინი სპექტაკლებს აწყობენ. მესამე დარბაზი მთლიანად აუდიო წიგნებს ეთმობა გერმანიაში, სადაც ფეხბურთის მოედნებს შარშან მხოლოდ 70 მილიონი, ბიბლიოთეკებს კი 200 მილიონ ადამიანზე მეტი სტუმრობდა, აღარავის უყვირს, რომ iPod-ი ახალგაზრდებშიც აუდიო წიგნებმა ჩაანაცვლა. ყურებით ჩვენთან ერთად მოგზაურობს აუდიო წიგნები უსაქმურებისა და მეოცნებეებისათვის. მეოთხე დარბაზში წიგნის ფესტივალზე ჩამოსული 44 ქვეყნის სტენდია. ჩვენ წერთ ქართულად და ქართულ ენაზე, მაგრამ მთელი მსოფლიოსთვის წერთ. ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე ამ პატარა სტენდი წარმოდგენილმა ქართულმა მწერლობამ თავისი თავი მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროს წარუდგინა. საქართველოს ამ სტენდთან ერთად კულტურის მინისტრი, 3 ქართველი მწერალი და შვეიცარიული იუნიკორის გამოცემული თამთა მელაშვილის წიგნი წარმოადგენდა. როგორც მეუბნები, ყოველთვის კარგი პირი უჩენს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ დაინტერესება არის და აქაც როგორც ვხედავთ იყიდება, ანუ დაინტერესება არის. კითხულთა დაინტერესება არც ზურაბ ლეჟავას და ანა კორძაიას სამანდაშვილის ნაწერს აკლდა. თუმცა შვეიცარიელების დაფინანსებულმა მხატვრულმა კითხვამ უფრო სხვა რანგის ლიტერატურული საზოგადოება შეკრიბა. საქართველოში რომ ვთარგმნოთ და თქვათ საუკეთესოდ გამოვცეთ კიდე წიგნები, თქვათ გერმანულად, ინგლისურად, ფრანგულად და ასე შემდეგ, ისინი არ მოხდება აქაურ ბაზარზე. უნდა იყოს აქაური გამომცემლობა და ისინი თვითონ უკეთებენ მას პრომოუშენს. ეს მარტივი ჭეშმარიტება დიდი ხანია გაითავისა ქართულ-გერმანელმა მწერალმა და ჰამბურგის თეატრის რეჟისორმა ნინო ხარატიშვილმა. მის მიერ აღწერილმა ადამიანურმა ისტორიებმა გერმანულ თეატრის მოყვარულებთან ერთად მკითხველთა გულებიც დაიპყრო. ნინო ლაიფციგში უკვე ბესტსელერად ქცეული ჟუჟას შემდეგ მეორე წიგნს წარადგენს. იხსენებს, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა იოლი არ ყოფილა. გულუბრყოლოდ მიუდექი ამ საკითხს, იმიტომ რომ მეგონა რომ დაურეკავან, გადაუგზავნი იმეილით და დაინტერესდებიან, ესე არ მოხდა, იმიტომ რომ ფაქტობრივად არც პასუხიც კი არ მომსვლია უმეტესი გამომცემლებისგან, იმიტომ რომ გერმანიაში ეს აუცილებელია, აგენტი აუცილებელია, რომ ვიღაცამ რეკომენდაცია გაკეთოს. საუკეთესო ახალგაზრდა მწერალთა ოცეულში შესული და შამისოს პრემიით დაჯილდოებული ნინო მე-10 წელია ჰამბურგში ცხოვრობს და მუშაობს. წერს მხოლოდ გერმანულად, მაგრამ ხშირად ქართულ ამბებზე. წელი ხდება საქართველოში, თბილისში, ოღონდ ასევე აფხაზეთის ომის თემატიკასაც ეხება. გულისწყდება, რომ მას სამშობლოზე უკეთ გერმანიაში იცნობენ და ქართული გამომცემლობები მისი წიგნებით ნაკლებად ინტერესდებიან. პოსტსკრიპტუმის თხოვნას სიამოვნებით ასრულებს და ახალი რომანის ქართულ თარგმანს ექსპრომტად კითხულობს. ამის შემდეგ კი რჩება მხოლოდ ის რაღაც მელანქოლიური სევდიანი გრძნობა და ის იმედი, რომ ერთ დღეს აუცილებლად ნახავ იგივე. ნინო ხარატიშვილმა გზა ყველაზე პრესტიჟული ტელეეთერებისა და აუდიტორიებისკენ თავად გაიკვალა. საერთაშორისო პლატფორმაზე სხვა ქართველი მწერლების გაყვანას კი პირადად კულტურის მინისტრი ცდილობს. დაუსრულებელი შეხვედრები ჟურნალისტებთან, გამომცემლებთან, მარკეტოლოგებთან და ლიტერატურის კრიტიკოსებთან ერთადერთი მიზნით იმართება. ლეიპციგში მასპინძლობა არ არის რთული შედარებით ფრანკფურტთან. ჩვენ ველოდებით საბოლოო პასუხს აი საპატიო სტუმრობის სტატუსზე ოქტომბერში. თუ ეს პასუხი მივიღეთ, იმ დღიდან გვაქვს უკვე ვალდებულება აღებული, რომ მოემზადოთ ძალიან სერიოზულად ამ პრეზენტაციისთვის, რომელიც ამ წელიწადში დადგება. წიგნის ინდუსტრიასთან შესახვედრად ქართულ მწერლებს რთული გზა აქვთ გასავლელი. მათ მსოფლიოს უნდა დაუმტკიცონ, რომ წარმოადგენენ ქვეყანას, სადაც ლიტერატურა ძლიერ უყვართ.